გამოიცანი საჭმელი. ევროპული საჭმელი ვარ? არა. მე ქართული საჭმელი ვარ, ხო რა თქმა უნდა, ეჭვიც არ ვიყარე ბავშვი. ქართული ვარ? კი. აბა რა. ყველაზე ქართული ხარ. ყველაზე ქართული ვარ. მე ქართული საჭმელი ვარ. რა თქმა უნდა, ქრისტი, რა თქმა უნდა. ჩემი საჭმელი ხორციანია? არა. მე უხორცო როგორ დამახატე, ქრისტი. ჩემი საჭმელი წვნიანია? სუპი არ არის. სუპი ეგეთ რაღაცა სუპი. არა, სუპი არ არის. მაგრამ ხორციანი არ არის, კახური საჭმელები გამოირიცხა. კარგი, ჩემი საჭმელი იმერულია? არა. არა და იმერლებს რა გემრიელი საჭმელები აქვს. მე ყველიანი ვარ? ყველი მირებია? არა, ყველი არ გირებია. ჩემი საჭმელი მეგრულია? კი. მეგრული საჭმელებიც გემრიელია, მშვენიერი. ჩემი საჭმელი, აი საცხოებში და იმებში იყიდება. ცომეულისგან არის, გამომცხვარია? გამომცხვარი არ არის. ჩემი საჭმელი ყველიანია? დიახ. მეგრული ხაჭაპური? არა. არა? არა, კიდე ეგრე იტყვი რაღაცას და წააგებ. მე ქვაბში ვიხარშები? კი. ქვაბში ვიხარშები? ვიხარშები? და რამდენი რაღაც იხარშება ქვაბში? პირდაპირ სულგუნი ხო არა ვარ? ეს არა, ეს არა. კითხვა, ანუ სულგუნი არ არის საჭმელი, არის სულგუნი არის პროდუქტი, რომელთაც საჭმელს აკეთებ. ხები? ამით შენ კითხვა დაკარგე. არ დავკარგე, რა თქმა. ხორციანი საჭმელი ვარ? ხორციანი საჭმელი ხარ. რადგანაც არ ვცხვები, ვიხარშები და ხორციანი საჭმელი ვარ. მე ზუსტად მე ელარჯი ვარ. მე ერთი წამი. ელარჯი ვარ, გავიმარჯვე ხალხო, იმიტომ რომ ყველიანი მარტო, ანუ ყველიანი უეჭველე გიქნება. სხვა არაფერი გამახსენდა. მოვიდე. მე ხინკალი ვარ, გიორგი. არა, მნიშვნელობა რა ხარ? არ შეიძლება. შენ წააგე და მე მოვიგე. კომენტარებში დაწერეთ რომ მე მოვიგე. მე გავიმარჯვე, კომენტარში დაწერეთ რომ მე გავიმარჯვე. არა. შენ ხო ხარ ნახევრად მეგრელი? ხო. ეხლა შენ მითხარი ელარჯი გირჩევია თუ ხინკალი? აბა თქვი. მირჩევნია. ხინკალი გირჩევნია? აი მე ვერ გადავწყვეტდი ეგრე, იმიტომ რომ ელარჯი ძალიან გემრიელია. თუ ყველი ძალიან მოყვარს. და ხინკალი ძალიან გემრიელია. დასავლეთში შევჭამეთ ელარჯი. ელარჯი იყო ბიჭო. აბა, გახსოვს. სენაკში. ხარჩო რომ მოყვა. აი მე ხარჩო და ელარჯი.